დღესაც შაბათია, ფილტრის გარეშე იქნება ახლა ჩვენს ეთერში და ჩვენი მეგობარი, ჩვენი კოლეგა ნოე სულაბერიძე არის დღეს ჩვენი სტუმარი. ძალიან საინტერესო ამბებით და ისტორიებით შემოგვიერთდება ახლა. ნოე, გთხოვთ, მობრძანდით თუ შეიძლება? მობრძანდით, აბა. ისე იგი ტელეფონით ცხოვრობს ეს ადამიანი. ახლა ხელს შეინეკო. არა, მე შენ უფრო მეტად ცხოვრობ, შენ უფრო მეტად მოგვედი. რა კარგია რომ ასეთ მშვენიერ შემადგენლობასთან ერთად მომდია ყოფნა და სხვა შორის რაც შენახარ პირველად ვარ ამ სტუდიაში და ჩავიფიქროთ, იმიტომ რომ მე შესაბამისად გამიხარდა და ძალიან უხდები აქაურობას, ისევე როგორც ყველა დანარჩენი. მადლობა, შემოგევლით. მადლობა, ნოე და ჩვენს გვიხარია რომ ხარ თბილისში და საქართველოში და მოგვეცა საშუალება რომ პირდაპირ ეთერში გიმასპინძლოთ, ასე ვთქვათ, ჩვენს გადაცემაში. მე ძალიან მომწონს შენი რუბრიკა და ძალიან ადამიანურია, ძალიან იყურება და ვიცი რომ ძალიან დიდი მაყურებელი ყავს და მადლობა რომ დამიძახე. კი, საინტერესო რაღაცებს ხომ მოგვიყვებით ეს რა თქმა უნდა, შევესწრებ. გიждდება ბავშვების ფოტოებს როგორია ჩამჯდარი ვარ ასა. იდო ეთქობა ნოსტალგიური პიროვნებაა ასე. კი, და მე რაღაცნაირად ის მიხარია ეს რაღაცა ძველი დროის გახსენება. მოდი დავიწყოთ ნოეს ბავშვობით ისეთი საყვარელი ბავშვი იყო. ისეთი. ეს არის სულ ეს არის ჩემთვისაც ძალიან ნოსტალგიური ფოტოებია. ესენი არიან დედაჩემის კოლეგები, კომპოზიტორები, მარგარიტა კესარიევა და ტატიანა ჩუდოვა, რომლებიც ძალიან ცნობილი კლასიკური მუსიკის კომპოზიტორები იყვნენ, მაშინ ჩვენთან სტუმრად ჩამოსულები, მე დედა და მამა. იქით სურაძე არის ნათლია ჩემი, რომელიც სულ ახლახანს დაიღუპა. ჩემ ბავშვობის მეგობარი დათო გუნიავა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს ახლა და არც ჩემი მშობლებია სამწუხაროდ, არც მისი დღესდღეობი და ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტს მეგობრობას ვინარჩუნებთ. შეგვიძლია ესე სევდიანად დავიწყეთ ესე რა. ხო, ნუ ბავშვობის მოგონებები ხშირად სევდიანია. გავარ ჩემ თავს ვასიკო. აი, აქ ვერა. ბიჭო, ძალიან პატარა ხარ აქად, ამიტომ არ ვიცი. აი, შემდეგი რო იქნება ზაფხული აქ სავარაუდოდ. ხული არა აქ საერთოდ. ჩვენი ახლა ხო დიდი აქ და აქ. ხო და იქ საერთოდ არა. ნოე, ძალიან მსუქანი ბუთქუჩა ბავშვი ყავი და თითქოს ძალიან მსუქანი არ ვიყავი. არ არის ბუთქუჩა, გამხდარია ნახე როგორი ფეხები როგორ გამხდარია. როგორ ზოხარ თურმე? აი ხლა სხვანაირად გავხარ. კი. და სხვათა შორის მე ვფიქრობ, რომ დედას გავს ძალიან ანა სურაბეიძე. ანა სურაბეიძე. აი ამ ფოტოების მიხედვით უფრო სხვანაირად დავაკვირდი და მივხვდი, რომ ძალიან გავს ანა თავის ბებიას, რომელსაც სამწუხაროდ ვერ მოესწრო. მოდი ვნახოთ ახლა უკვე ცოტა გაზრდილი ნოე, როდესაც ნელ-ნელა დაემსგავსა თავის თავს და შევიდა სკოლაში. კი ბატონო. აი აქ ხო გავხარ მაგდაც საკუთარ. შობლების ფოტოები. ხელზე რა გჭირს ახლა თქვი. აი ნახე. იქ აქედან დავიწყე. ეს არის ბორჯომში გადაღებული ფოტო, რაც ვიპოვე სახში. იმიტომ რომ ბორჯომის კომპოზიტორების სახლი ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია დღემდე და მთელი ჩემი მოგონებები იქაურობას უკავშირდება, როდესმე თუ აღდგება იქაურობა, ალბათ ძალიან ბევრი ადამიანი გაიხარებს რა, ვინც იქ ვისაც ბევრი დროა გატარებული. ეს არის სურათი, სადაც ეს არის სოსო ბარდანაშვილის კომპოზიტორის შვილი ევა, რომელიც მე მგონი აი იმ პერიოდის მერე ნანახი არ მყავს და ეს ჩემი ბავშვობის მეგობარი თამუნა ბარდაველიძე დედასთან ერთად, ლავიკა ბარდაველიძე. კი, რომელთანაც ასევე წლებია ნანახი არ მაქვს, მაგრამ იქაურობა ძალიან უკავშირდება თითოეულ მათგანს. აი ძალიან ორი სიმბოლური ფოტო არის, ნახე, ეს არის გაგრაში გადაღებული მარცხენა ფოტო და ჩემ მშობლებთან ერთად იმ დღის ჩასულები ვართ მე მგონი, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ის საომარი ვითარება და 88 წელია წერია. 8 წლის არის ნოე. თითქოს ნახე სიმბოლურად მამა ჩემს უჭირავს ჩემი ხელი ის, რომელიც მე უკვე შეხვეულია და იმ დღეს მაქვს დაკარგული თითები. ის დღეა ზუსტია? ის დღეა ზუსტია. რა დამთხარ? და შემდეგ ფოტოში უკვე ხო. და შემდეგ ფოტოში უკვე შეხვეული. ან ვერ დავაკავშირე საერთოდ რომ ანგაზე იყო. კი, შემდეგი ფოტო უკვე მოსკოვშია გადაღებული, იმიტომ რომ რეაქტიულად გავფრინდით ეგრევე კლინიკაში, მაშინ ხა ცენტრი იქ იყო 88 წელია, არ გიკვირთ. არა. მე რა რთული იქნებოდა აი ბავშვისთვის ხო და მშობლებისთვის რომ პატარა 8 წლის შვილი კარგავს თითებს რაღაც. ძალიან განიცადეს. ეს მათ გამოპარული ვარ საავადმყოფოდან არ გვიშვებდნენ უბრალოდ მახსოვს რომ ერთი ამბავი
მოურთე რომ ცოტა ხანი გარეთ გამიყვანეთ თქო და მშობლები ჩემი იქ მაშინ გადმოცემით ვიცი რომ ეს ჩაკეტილი იყო ციხესავით იყო ავადმყოფო და რაღაცა ეს არ შეიძლება რაც ნობილი კლინიკა იყო ძალიან ბევრი სხვა შორის ქართველი ქირურგი იყო მან ისევე როგორც დღეს არიან და ესე მოხდა იქ. ხო, ნახოთ ახლა შემდეგი ჩვენ რაღაცა დავდუმდით, ხო, რაღაცა იმ ძველ დროში რომ გადავადით. ჩეთავს მარცხნივას იქ. კი, აქ იქაც გავდი უკვე კაცო იმ სურათებზე. ეს არის საკულტო ფოტოები, რომელიც ალბათ დღემდე ყველა ჩემ თაობის ადამიანს აქვს შენარჩუნებული. მეც კაცო ეს სპეციალური ფოტოსესია იყო პირველ კლასელებისთვის და ეს იყო ჩემი პირველი კლასი 51 სკოლის, სადაც 4 წელი ვისწავლე და ჩვენი პირველი დამაარსებელი. ეს ძველებური საბჭოთა სკოლის ფორმები, ლურჯები, ეს ხელზე რაღაც წიგნი გადაშლილი. ეს მოსკოვის ფორმაა, ეს უბრალო კი არ არის, კაცო. სხვათა შორის უმეტეს მათგანთან მე სამწუხაროდ ურთიერთობა არ მაქვს გარდა რამდენიმე ადამიანისა, თუმცა შინაგანაც სულ ვფიქრობ და მაინტერესებს ვის რამოდენიმე მათგანი ცოცხალი არ არის, ვიც სამწუხაროდ ჩემი კლასელებისგან, მაგრამ ისე როგორც ქალბატონი ანა ნარიმანიძე, ჩვენი პირველი დამრიგებელი, მე რამდენადაც ვიცი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემთვის ყოველთვის იყო არის და იქნება ინტერესის სფერო ჩემი კლასელების ცხოვრება როგორ განვითარდა შემდეგ და სულ რაღაცა ასევე ნოსტალგიური 4 წელი ცოტა დრო არის და იქ კარგად გამეგობრდი რომ ანუ მაშინ 4 წელი ხო არ არის არ არის ცოტა დრო ბავშვობაში ბევრი დრო არ არის ეხლა არის ჩვენთვის ცოტა დრო რა მასების კლასელებთან უფრო აგრძელებ კონტაქტს ხო აი ახლა ნახოთ მაშინ შემდეგი ფოტოები უკვე გაზრდილი დინოე უკვე ბიჭი ძალიან ისე სექსისტურად გამომივიდა ეს ფოტოები რაც ვიპოვე სისტრაფეში მარტო ბიჭები არიან მაგრამ უმეტესობა აი გოგოა იქ ხა ნუიტყუები აი ნახე იმ ფოტოზე გოგო არის ხო გაიარა კეთსეფაშვილი ჩვენი კლასელი ეს ის პერიოდი იჟარაძე აქ არიან ვანიკო და გიორგი ჩემი ბავშვობის მეგობრები კიდე იქნება ის ფოტო ვანიკო არის ახლა ამერიკაში გიორგი ახლა ჩამოვიდა ეს არის აი მარცხნივ ქვედა სურათზე გიორგი ოკლეი ნოესთან იყო ცოტა ნახეთ თქვენი საოცარი ინტერვიუ ოუკლი ქვია ახლა უკვე და ძალიან საინტერესო ინტერვიუ გქონდა გიორგი ოუკლიდან და მომიკითხოთ გიორგი აკო მიქაძე ირაკლი ნიჟარაძე და ხო პაკოსაც მოკითხვა და გერმანიაში ფოტოში რო გიყურებთ აღარ მაქვს დიდი ცისფერი ჯინსის შარვალი და რომბებიანი წინდები გახსოვთ რომბებიანი წინდები თუ ეს აბა თუ მიხვდებით რა ადგილია სად ვზივართ ოპერის გვერდით მეც მაქვს იქ ფოტოები ამერიკასაც ეკნება პილოსკორელებსაც და სულ მუსიკალური ოპერის მიწისქვეშა და ოპერის ბარი თინეიჯერობის ფოტოები კიდე გვაქვს შეგვიძლია ვნახოთ შემდეგი აი კიდე აი ეს ვანიკო და გიორგი ჩემი ბავშვობის მეგობრები წეგან რაც ვახსენე ძალიან ბევრი წლები გვაქვს ერთად გატარებული და სამწუხაროდ ეგეთ სიხშირით ერთმანეთს ვეღარ ვნახულობთ მაგრამ ვანოს აქედან მოვიკითხავ თუ ნახავს მე არ ვიცი ამ გადაცემას ამერიკაში ძალიან ესე ვთქვათ რთულია რა, როდესაც ასეთი სიხშირის შემდეგ მე ერთგვარი ასეთი მაგრამ ცხოვრებაც ეგრე შევა. ამბობენ გეფია, ხო? ხო, გიორგი აქ არის სხვა შორის ახლა ის ჩემი პირველი მარტო წასვლა მე მგონი ღამის კლუბში აქ ვარ 15 წლის. და სათხდება რა ღამის კლუბი ეგ ვიცით არა? არსებობს საერთოდ? საქართველო არა. საქართველო არა, ასოებით ვიხსენებ პეტერბურგია, იმიტომ რომ ბებია მყავდა მაკედონია. უი, ხო, ეხლა დავა. მე არ უმალავ მაგას რომ ეგ ძალიან ჩემი და პირიქით ეს ძალიან ბევრი ხანიმა გატარებული პეტერბურგში, სადაც ასევე დედის მხრიდან ჩემი ფესვები იყო რა და ძალიან ბევრი ღირებულება მივიღე მაკედონიაში და სხვა შორის ჩემი თინეიჯერობის წლებიც მანდ იყო ეს პეტრე, ჩემი ნათესავია, ვისთანაც ერთად
კლუბში ვარ სავარაუდოდ სადღაც რა. რაღაცა ცოტა რეპავ მე მგონი. ცოტა რეპავ. West Coast-ის ამბავია. არა, East Coast-ი. East Coast-ია. შემდეგ იყო სტუდენტობა უკვე, ახლა ვნახოთ სტუდენტობის ფოტოები. ძალიან აქტიური სტუდენტობა არის. აქ არის მე ვიყავი ედუარდ შევარდნაძეს, ქონდა პრეზი, რომელსაც მე დღემდე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვთვლი რომ ერთ-ერთი ჩვენს პოლიტიკურ ისტორიაში დიდი ფიგურა იყო სოფლიო მასშტაბით. მე ვიყავი სტუდენტობის დროს ახალგაზრდული საბჭოს წევრი, რადგან პარალელურად ვიყავი სტუდენტური თვითმმართველობა ეხა ქვია მაშინ სტუდკავშირი ერქვა მაგის პრეზიდენტი. ავტომატურად შევდიოდი, ეს არიან ჩემი კოლეგები, ჩვენი მეგობრები, ბევრი მათგანი საკუთარ თავს ამოიცნობს და სხვათა შორის მეტნაკლებად მათთან დღემდე მაქვს კახა ნატრიაშვილია, მისი შვილის ნათლია ვარ, გიორგი დარბაიძეა, ასევე მისი შვილის ნათლია ვარ, ირაკლი მურცხვალაძეა. იცი რა, გიორგი გამყრელიძე და ქვევით არის, გვერდზე ფოტო ძალიან ღირებული ფოტო არის, ბუზი რატო შემოფრინდა? ეს ჩვენი თანაწამყვანია ეს ბუზი. ეს არის ჩვენი შეხვედრა პატრიარქთან, ჩვენი რექტორი, ჩემთვის ძალიან საპატივცემო ადამიანი, უაღრესად კარგი და განათლებული პიროვნება, მაშინ ვახტანგ სართანია, პედაგოგიური უნივერსიტეტია და სტუდენტები, ეს არის პატრიარქის მიერ მოცემული კურთხევა, იქვევითაც ფოტო არის, რომელსაც დაგლოცა ჩვენ მაშინ აქტიურად დავდიოდით ფოკაში ექსპედიციაში. მაშინ ჩვენმა უნივერსიტეტმა სპეციალურად სახლი შეიძინა და გადასცა დედათა მონასტერს. და ეს უკვე ჩვენი ექსპედიცია ფოკაში. ერთ-ერთი ექსპედიცია ჩვენს მეგობრებთან. ჩვენ ეხლა რომ ნახეთ ბავშვობის, უბრალოდ სკოლის ფოტოები უკვე უფროს კლასელი რომ ხარ რეპერი რაღაცა ბიჭებთან ერთად უფრო სხვა იერი გაქვს. აქ უკვე აბსოლუტურად იცვლები ეს რაღაცა ხალხის პიჯაკით და ხო სკოლის ბოლო კლასებში რელიგიური მიმართულებაც ვითარდება შენს ცხოვრებაში. იმიტომ რომ აქ მეტად ფოკუსირებული ვარ უკვე საკუთარი თავის განვითარებაზე, იმიტომ რომ სკოლის პერიოდში როცა ვამთავრებდი, იქ დაიღუპა მამაჩემი და მივხვდი რომ ძალიან ბევრი რამ უკვე ჩემზე იყო დამოკიდებული და მეტი ფოკუსი წავიდა სწავლა განათლებაზე. ბუნებრივია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების დრო. გაიზარდა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ რაღაც შინაგანად, ემოციურად და მორალურად და ნელ-ნელა მოვიდა ტელევიზიაში, ხო შორის მე გავიცანი ნოე 2006 წელს მეც პირველად მაშინ მოვხვდი პროექტში, ერთ-ერთ პროექტში უკანასკნელ გმირში და ნოე მაშინ მუშაობდა უკვე ტელევიზიაში, მარკეტინგში და იქიდან დავმეგობრდით. და მრავალი წელია ხარ ტელევიზიაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. კაცო, როგორ არის? კაცო, ერთად მიიღეთ. შემდეგი სლაიდი და მე უკვე ვისაუბროთ. აი, ტელევიზიაში და პირველი ცეკვავე ვარსკვლავები. კი, აი ეს არის ალბათ გარდამტეხი პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ ის არის პირველი არის დღემდე გადის ჩვენს არხზე და ძალიან მიხარია ჩემთვის ძალიან ღირებული პროექტი სიცრუის დეტექტორი, რომლითაც მე შემოვედი სატელევიზიო სივრცეში როგორც პროდიუსერი და ის დღემდე ძალიან წარმატებით მიდის და ეს არის უკვე გარდატეხა კიდე უფრო ესე ვთქვათ დიდი მასშტაბის და მოსულობის პროექტის საწევა, ეს არის პირველი სეზონი ცეკვავე ვარსკვლავების 2012 წელი. რევოლუციის ტოლფასი იყო ეს პირველი სეზონი, და სასწაული ის ქონდა, რა ქვია, რეიტინგი ქონდა, ეს არის მონაწილეები პირველი სეზონის და ჩემს მარჯვნივ გამარჯვებული სამორი, რომელმაც აი, არ ვიცი, ფენომენალურად მოიგო. აბა, სალომე. ეს არის ფოტო, სადაც BBC-ში ბრძანდებოდი? კი, მე არა, მარცხნივ ვაცხადებ პირველ სეზონზე გამარჯვებულს და ვაცხადებთ უბრალოდ პრიზის გამოცხადებისთვის ადვე არ მახსოვს, მაგრამ ეს სამორიც ჩანს მანდ. სამორის მამა ჩამოუყვანე კი გვინეა ბისაუდან, რომელიც არ ყავდა ნანახი და ჩემთვისაც ძალიან ემოციური იყო, იმიტომ ბოლო მომენტამდე მალავი ყველა ხალხი. მარტო შენთვის კი არა, მთელი საქართველო უყურებდა მაგას. თან ყველას გარდა არავინ არ იცოდა. იმიტომ რომ ის ყავდა გაფრთხილებული წინასწარ ერთად მოველაპარაკე რომ ეს კადრი ყოფილიყო ემოციური, არავის არ
არ წოდნოდა და ასე შემდეგ და ესე ვთქვათ დარბაზში კაციშვილმა არ იცოდა არც დამსწრე საზოგადოებამ, არც მონაწილეებმა, არც მსაჯებმა რაც მოხდებოდა. ეს უკვე წლევანდელი ფოტოა BBC-ში. ეს ახალია. წლევანდელი ფოტოა, ჩვენ ყოველწლიურად ხვდებით ერთმანეთს. ცეკვენ ვარსკვლავები იცით რამდენ ქვეყანაში არის 50-ზე მეტ ქვეყანაშია გაყიდული და ყველა ქვეყნიდან მთავარი პროდიუსერი ჩამოდის წელიწადში ერთხელ ეს ხდება 10-დან 12 ივნისამდე და ჩვენ ერთმანეთს უზიარებთ გამოცდილებას და ხა ბანკო სატრაბახოდ გვაქვს საქმე იმიტომ რომ ყველაზე მაგრები ვარ ხო როგორ იყო ეგ სწორედ აქედან ჩვენი პოსტკარდი იყო და რადგან ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ წელს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ჩვენ ესევე მომხსენებლები ვიყავით როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ვერსია. მოკლედ 12 წელია უკვე ისეთი 13 მთელ ჯგუფს მინდა მადლობა უთხრა და ჩემს არხს იმისთვის რომ ეს პროექტი 13 წელია მოკლედ ტოლს არ უდებს არავის ეს პროექტი. შენ პროექტები კიდე რომლებმაც ასევე მოიცვა ქართული ტელესივრცე და იყო ძალიან წარმატებული. მარჯვნიდან დავიწყებ, ეს არის ორი ვარსკვლავი, ჩემთვის ძალიან ასევე ემოციური პროექტი, ძალიან მიყვარს ეს პროექტი, ძალიან კარგად იარა, ძალიან კარგი რეიტინგი დაწერა და რაც ყველაზე მთავარია, ძალიან მაგარი განწყობა იყო შიგნით, შემადგენლობა იყო საოცარი და საოცრად მახსენდება ყოველი დღე ერთმანეთთან გატარებული სამწუხაროდ კოტე თოლორდავა აღარ არის ცოცხალი. უი კოტიკო არის სურათზე კი არ დავაკვირდი. ვერ ხედავ არის თუ არ არის, მაგრამ კოტე იყო, ხო, განუყოფელი პროექტის. კოტე ჩემი კლასელი და ძალიან ახლო მეგობარი იყო. სამწუხაროდ და მარცხნივ ჩემთვის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე საამაყო პროექტი, ალბათ ყველაზე რთული რაც აქამდე გამიკეთებია, მაგრამ ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე ღირებული ეს არის პროექტი კუნძული, რომელიც ასევე ფენომენალური რეიტინგით იყო იმედზე წარმოდგენილი და რა თქმა უნდა ცოტა გული მწყდება რომ ჯერჯერობით ვერ ხერხდება მეორე სეზონის გადაღება, მაგრამ იმედია ეს დღეს და ეს ეკლესია რა ეკლესია იყო ეგეც რო გითხრა ეს არის ერთ-ერთი ქალაქი, არა ეს არ არის პუნტა-კანა, ეს მე არ მახსოვს სამწუხაროდ ამ ქალაქ არა არც სანტო-დომინგოსა და პუნტა-კანას შორის იყო ქალაქი, სადაც ჩვენ ტელეფონში თუ ჩავიხედები ვიპოვე, მაგრამ დროს არ წაგართმევთ, სადაც მოედანზე იყო კათედრალი, რომელსაც ჰქონდა თავისი ისტორია და სწორედ ამ კათედრალის გარშემო ასევე ჩვენ ჰქონდა ერთ-ერთი ქართული ტური გადავიღეთ, სადაც იყო მოედანი, სადაც დომენიკელების შეკრება მოხდა და იქ მოხდა ქართული კულტურის გაცნობა, იმიტომ რომ იყო ქართული სიმღერა, ქართული ცეკვა და ხალხი რო გაიგეს, ხალხის შესახებ რო გაიგეს, უბრალოდ სტორიდა და 1-200 კაცი ცალკე მაგის გამო მოვიდა, რომ უბრალოდ ფოტო გადაეღოთ მათ. სულ არ არის გასაკვირი გიორგი კალანდიაც არის ფოტოზე. მოდი ვნახოთ ახლა შემდეგი სლაიდი, ისევ კუნძულიდან, ოღონდ მარტო ნოე, მოგზაურობის დიდი მოტრფიალე და მოყვარული. კი, პრინციპში ამ პროექტზე უკვე ვილაპარაკე, იმიტომ რომ ეს კადრები მარცხნივ არის, მარტო მე და ვინ გადარჩა აღარ მახსოვს მაზმი მე მგონი ჩვენი ოპერატორი ხო რომელიღა ხო მე და მაზმი გადარჩით გეიმზე რომელსაც ქონდა ისეთი ღელო ეს იყო უდიდესი გეიმი გადასარა იმიტომ რომ ყველა იწვა ვესტიბულური აპარატი ახლა ცალკე კადრები მაქვს არ გამოგიზენ როგორ წვანან და აბა ზოგი არა გასო დაავადება ხო ზღვის დაავადება უკვე პრაიმ შოუ კი პრაიმ შოუ ჩემი ესე ვთქვათ ჩემთვის ეს გოგო მეცნობა აქ ხო არ არის? კი, ეს გოგო არის მანდ. ეს არის მაინც ძველი შემადგენლობით დავიწყებ, ასე არის ერთ-ერთი პირველი ფოტო და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცოდით მაშინ რამდენი წლის განმავლობაში ივლიდა ასეთი მაღალი რეიტინგით, რომელიც დღემდე აქვს. მერვე წელია უკვე, კი. მერვე წელია და არაკეთილმოსურნებს ყოველთვის აქვს იმის მოლოდინი რომ აბა როდის წავაწის და ჩვენ ჯერჯერობით როდის წამოკრავს ფეხს ჯერ ახალია ჯერ ახალია და მინიმუმ ერთი კი და ძალიან გადაახალ ძალიან
დიდი სიცოცხლე და ენერგია შემოიტანა ეკომ, იმიტომ რომ აქციის და ეს ყველაფერზე აისახა და Prime Show ეს არის ჩვენი ბოლო ფოტო, ჩვენი მოგზაურობა სლოვაკეთში, რომელიც დღეს გავა ვასიკო აუცილებლად უყურე. ეთერში Prime Show საინტერესო არის და იქაც რაღაცები მოვაყოლე და ეხლა თან ნახავ. იქაც გამოჩნდა რამდენად დიდია ერთიანობა შიგნით. რამდენად დიდი სიამოვნება დაღლის და მიუხედავად რამდენად დიდ სიამოვნებას ვიღებთ ერთმანეთთან თანაარსებობით და ეს ვთვლი რომ სამაგალითო არის პირველ რიგში ჩვენთვის. გადავიდეთ ახლა რომ მოვასწროთ კარგად შვილები, ნო ეს ავს 4 შვილი. ჯერ აქ უბრალოდ ეს ფაქტორის ეს არ არის ბოლო ფოტო, ეს ფოტო აღებულია ალბათ დაახლოებით 10 წლის წინანდელი ფოტოა მარჯვენა, სადაც 10 წლის წინ ვადარებდი იმ ფოტოს, სადაც მე გავხდი მამა, ეს არის მარცხნივ. ეს ხდება 2003 წელს, როცა საშკა დაიბადა. და მე უკვე საშკა ცოტა წამოზრდილია და before and after ეფექტი. ანუ ორივე უკვე ძალიან დიდი შვილები ყავს. შემოვუვართ და შენ ცხოვრობს ჯანეტი. ბოლო ფოტო დედა ჩემთან ერთად, რომელიც ჩემ შვილებთან ერთადაა გადაღებული. მე ძალიან მიხარია რომ ყველა ჩემ შვილს ძალიან უყვარს ერთმანეთი. მიუხედავად იმისა რომ ორ მათგანს სხვა დედები ყავთ, თუმცა მე მათაც აქედან ვემადლიერები იმის გამო რომ ბავშვებზე ეს არასდროს არ აღიქმულა და ბავშვებს განსაკუთრებული თბილი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან და მიხარია როგორც არიან აზრები. და სხვა შორის ერთ-ერთი ამბავი შენი დამსახურებაც არის ეგეც. და ჩვენი პრინცესას ფოტოები გამოჩნდა. ხო. დავაბრუნოთ ჯანეტით შეიძლება. დავაბრუნოთ ჯანეტი, ჯანეტმა განსაკუთრებული გარდატეხა მოახდინა ჩემ ცხოვრებაში და ეს აი პირველი ფოტოდან იწყება, რომელიც ჩვენ გადაღებული გვაქვს ფლორენციაში. ხო, ანუ ეს პირველი დღეებია, პირველი კვირებია ერთმანეთთან ყოფნისრა და მე 7 წელია უკვე ერთად ვარ და მე შემიძლია თქვა რომ განსაკუთრებული გარდატეხასთან ერთად განსაკუთრებული ბედნიერებაც მოიტანა ჩემს ცხოვრებაში და ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურობაში აისახება რა, იმიტომ რომ ხო ამბობენ რომ ნელდება ხო დროთა განმავლობაში ჩვენ შემთხვევაში პირიქით სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება. შვიდი უკვე ცოტა აღარ არის და ესე იგი ნახოთ შემდეგიც ცოტა ვჩქარობთ. ცოტა ვჩქარობთ, იმიტომ რომ გადის ოცი. ეს ბავშვებთან ერთად, ნუ ანას ფაქტორს. ანას უკვე ყველა იცნობს, ვარსკვლავი, ანა და ლილი. ანა ძალიან ხშირად გვაქვს ჩვენ შემთხვევა, რომ ჩვენ სადღაც შევდივარ და სახელი არ ახსოვთ, მაგრამ თქვენო ანას მამა ხართ. იცნობენ სოციალური ქსელებიდან და ნუ ესეც პატარა ანა არის, ლილის მალე გამოვაჩენთ იქ ზურგითა, ეს ლილი დაიბადა 6 სექტემბერს 2024 წლის და ეს ფოტო არის, შეგვიძლია შემდეგ სლაიდზე გადავიდეთ ეკო. შემდეგი ერთიც ვაჩვენოთ, აი მეგობრების ესეთი სლაიდი. ეს არის ნინუცა და კეკე, ნინუცას გუშინ წინ ქონდა დაბადების დღე, მაგრამ ტელეფონი არ აიღო და ნინუცას ბავშვის ნაკლი არის ნოე. კი, მაგრამ ნინუცა და კეკე განსაკუთრებულად მიყვარს, რა თქმა უნდა. და ისინი წლებია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დიმა ობოლაძე. დიმას მე ვემადლიერებ, იმიტომ რომ დიმასთან ერთად მე სამჯერ ვარ ნამყოფი მისი წყალობით ჩემპიონთა ლიგის ფინალზე და ეს არის ხელმოტეხილი გავფრინდი წინაღამის ხელი მოვიტეხე ცეკომე ვარსკვლავების და თან უკვე იქ კომენტატორების იმაში ხართ რა ქვია და კი და მაინც გავფრინდით ტკივილი ესე ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფინალი რეალი ატლეტიკო 4-1 რომ მოიგო დამატებით დროში ლისაბონში და ბოლო ფოტო ეს არის ბავშვები დააბრუნეთ თუ შეიძლება ეს არის ნათლობა ჩემი შვილის ირაკლის კი იცნობთ გოგა ვანიკო ჩემი უახლოესი მეგობარი ვიცნობთ მან ეს განაყოფას ზურატ უყვაძე მაგედან მირეკა ეხა სანამეთრე შემოვდიოდი ჩემი მეგობარი და რავი დავასრულოთ გავჩუნდები მადლობა მომიჩინა მადლობა ძალიან დიდი რომ მოხვედი კიდე გქონდა მოგზაურობის ფოტოები მაგრამ ასე არის პირდაპირ ეთერი და ჩვენი რეგლამენტი უღრმესი მადლობა მადლობა თქვენ და მადლობა შენ ამ საინტერესო რუბრიკისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის მნიშვნელობა აქვს
შინაარს, რაზეც მიდიხარ და სიამოვნებით მოვედი. ვასიკო. მადლობა ნოე და მარიკა, შენ და ახლა მნიშვნელოვანი რაღაც უნდა ვთქვა, რეკლამა.